რომ აჭრილია ერთგვარად ეს სისტემა გასაგებია ალბათ რაღაცნაირად ეს ხადია სათავე არის მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე ხო ანუ საქართველოში მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე არის ყველაზე მაღალი თანამდებობა ხო ახლა პრემიერ-მინისტრი და ეგეთები არ არის ეს მნიშვნელოვანი ხო რა შეგიძლია რომ იმედი დინარაძე მივანიშვილს ხო ასე სხვა საკითხი ამიტომ ეს დინარაძის ცვლილება ეს არის და ზოგადად ჩვენი ასე ვთქვათ შედაპოლიტიკური ანალიზი ხო იმაზეა რომ უნდა მივხვდეთ რა ტრიალებს ბიძინა ივანიშვილის თავში ხო და რა ეწყინა დინარაძის ან შეიძლება არ ეწყინა ხო ანუ გასაგებია რომ ყველანაირი ლოგიკით დინარაძე დააქვეითეს ხო იმიტომ რომ სუსის უფროსი რომელიც ასე ვთქვათ უშუალოდ ბერკეტებზე უდევს ხელი შინმედლებით დააქვეითეს ხო ანუ ამით მაგრამ არა ფორმალური შინმედლებით პირიქით ამაღლეს ხო გენერალი გახდა დილით და მერე გახდა ვიცე-პრემიერი ხო რაღაცნაირად ასე რომ და იმის შემდეგ სულ იმეორებენ რომ ჩვენ კი არ დავაქვეითეთ დავაწინაურეთ ხო ქართული ოცნების მხარდამჭერებს ასევე შიდა არხებიდან უთხრეს არგუმენტი რომ აი ის როგორც საჯარო სპიკერი იყო ძალიან ეფექტური და ამიტომ დააბრუნა ივანიშვილმა ეს ამ სფეროში მისი დაკნინება ვითომ არ გამოსულა ხო ანუ მართლა ეს არის ობიექტურად რთული საკითხი იმიტომ რომ ეს ერთია რაღაც ლოგიკურად აგებული სისტემა სადაც თანამდებობა განსაზღვრავს პიროვნების წონას მაგრამ ჩვენ სისტემაში ბიძინა ივანიშვილთან მიმართება განსაზღვრავს პიროვნების პოლიტიკურ წონას და არა ფორმალური თანამდებობა ასე რომ მე ერთი მხრივ კი მგონია ლოგიკური რომ რაღაცნაირად არ მოეწონა ბიძინა ივანიშვილს დინარაძის მუშაობაში და იმიტომ გაუშვა მაგრამ ხო ძალიანაც არ გაუწყრა ფაქტია ხო იმის წინამორბედი სად არის ვიცით ციხეშია და დინარაძე ვიცე-პრემიერია და გენერალი გახდა ახლა გენერლობა ძალიან უხდება დინარაძეს ხო ძალიან გენერლის ტიპია ასე ვთქვათ ხო დიდი საკადროარჩევანიც აქვს ხო არა აქვს მაგრამ ახლა საკადროარჩევანი რო არა აქვს ახლა ამას არ შეუძლია ხელი რომ ღარიბაშვილის ციხეში ჩაესვა და მისი რაღაც მინისტრი ახლა კიდევ რაღაც 10 წელი მიესაჯა და ასე შემდეგ ხო ღარიბაშვილის რამდენჯერ თუ გაბრაზდა მე ბოლო მაინც შეიძლება იგიყოს ხო ანუ კიდევ დააბრუნოს თავარია რომ არა დინარაძისთვის შეიძლება ეგეთი არა ამიტომ დინარაძეს ვერ შევადარებთ ასე ვთქვათ ხო ანუ დინარაძის ბედს არ არის დინარაძე ძალიან შესაძლოა ადამიანი არ მოუკვეთია პირიქით ძალიან თვალსაჩინო თანამდებობაზე დატოვა და მართლაც ალბათ ხშირად ვიხილავ. ორი მაგალითი გამახსენა მე პირადად პატრონია ერთი იქნება დინარაძე ის რაც სამართალდამცავთა კოორდინაციაო და მაგას ქართულ რეალობაში გზარ საჯაია აკეთებდა თავის ხო მე საჯაია გამახსენდა მაგრამ საჯაიობა უფრო რთული და არაფორმალურად კრიმინალებთან? არა არაფორმალურად კრიმინალებთან არა საჯაია სამართალდამცავების კოორდინირებდა და საკადრო სამჭედლოც იყო შევარნაძის ან ჟვანიას გუნდის საპირისპირო მოდელი. ხო მაგრამ აქ ახლა ორი მინისტრის ერთმანეთთან კოორდინაციისთვის ახლა თანამდებობას რო ქმნი ხო ეს მაინც დამაჯერებლად ანუ რა თუნდა დინარაძე ახლა ანუ რა შეა დინარაძის ფუნქცია ხო ეს ჩვენ არ ვიცით ბიძინა ივანიშვილმა იცის თუ არა უბრალოდ დასვა სადღაც რომ ასე ვთქვათ კი არ განკვეთა არამედ სადღაც თავისთან ახლო დასვა და პენსიაზე არა რაღაც სტრატეგიულ რეზერვში უკვე დინარაძის პერსონალური ბედი რა თქმა უნდა დიდად კი არ გვაინტერესებს უბრალოდ აიწყილავთ ამოვიცნოთ კრიზისის ნიშნებად უნდა მივიღოთ თუ არა მსგავსი გადაწყვეტილება ახლა როცა ასეთ მნიშვნელობას როცა ასე წამდაუწუმ ცული საკვანძო თანამდებობებზე ფიგურებს, ესე იგი არ არის კარგად საქმე, ხო? ეს თავისთავად, ცხადია, ახლა რამდენად ცუდად არის ეს სხვა საკითხია და მე თუ ჩავთვლით რომ რაღაცნაირად ოპოზიცია ძალიან დიდ საფრთხეს არ წარმოადგენს ხელისუფლებისთვის დღევანდელი მდგომარეობით, მას შეუძლია თავისუფლება მისცეს, რომ ცოტა აიჭრას და ცოტა აბსურდულადაც მოიქცეს, იმიტომ რომ ეგზისტენციური საფრთხე არ უჯდება ასეც ვირა საზოგადოებიდან და ოპოზიციისგან არ აქვს, მაგრამ ცხადია რომ ეს არ არის
თავის თავში ესეთი აწყობილი და თავის თავში დარწმუნებული ხელისუფლების ქმედებები. ეს რუსეთის სასარგებლო ჯაშუშობისთვის როგორც მე გაიყვა ადამიანის დაკავება როგორ ჯდება ამ სურათს შეგეთ საინტერესო სხვა შორის აი ამ კადრო ცვლილებებს შუა იყო ჩაფენილი მოადგილემ ჩაატარა. ხო, არა, ბევრი რამეა უცნაური, ხო, ესეც უცნაურია. 14 წელში პირველად, ოღონდ ის არ ვიხსენებია რაც დიდი ნიუსი იყო ცოტნეს გამოჩენა ერთი არაუშავს, მაგრამ ზამნელი რომელიც რაღაცნაირად დინარაძემ გაიმეორა, ხო, რომ რაღაც ეს ცემა და რაღაცეები რაღაც გადავამეტეთ. ხო და ჩავხედავ კიდე ჩავხედავ და რაღაცას ჩახედოს ამ პორტფელით იმით კი არა ძალაუფლება რო ქონდა ამ პორტფელით ხო ჩახედოს ხო არა ნუ ახლა მოვიდა დრო პოლიტიკური გამხედველობით ჩახედა ანუ ისეხება კობახიძეს აქვე არა ხო და არ ხო ახლა შეიძლება რა თქმა უნდა ეს შეთქმულების თეორიაც კონდეს რომ პრემიერ-მინისტრობისთვის ამზადებს ხო შორის მე მათ შორის გამახსენდა შავი ზურა შევარდნაძე რომ შინაგან საქმეთა მინისტრობიდან თბილისის პარტიული ორგანიზაციის ხელმძღვანელად გადაიყვანეს მაშინ ბევრს ეგონა რომ აი და შევარდნაძე ჩარიცხესო მოსკოვიდან ამით მოამზადეს ის ცეკას პირველი მდივნობისათვის. მე მამაც ჩემი მუშაობდა მაშინ ცეკაში უფრო დაბალ თანამდებობაზე და ჩვენს ოჯახში ასე არ ფიქრობ. ოჯახში ფიქრობდნენ რომ შევარდნაძე მოდის. ხო და ნუ არ ვიცი აი მოდის თუ მიდის დინარაძე გავარკვევთ. ხო და არ ვიცი მოდის და მიდის მე აგნოსტიკურ კოსი ვარ. შეიძლება ნუ ანუ თუ უბრალოდ შევადაროთ, ხო, ბიძინა ივანიშვილი თუ ვინმეზე გაბრაზებულია, ვიცე-პრემიერად არ ნიშნავს ხოლმე. და ეს მესიჯი ხო და ესე იგი რაღაცნაირად და თან ცოტნეს მესიჯი რო გაიმეორა ფაქტიურად, ნუ რა ცოტა სხვანაირად ეს ნიშნავს რომ თლად ძალიანაც არ უნდა შეგვეცოდოს ახლა ხაბერდოვნებისკენ